გამარჯობა. ეთერშია გადაცემა 3 წიდან იწყება. მე მისი წამყვანი მარიამ გაბედავა ვარ. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ განსაცდელზე. მამა კახაბერ, მოგესალმებით. მოგესალმებით თქვენ და ჩვენ ძვირფას მაყურებელს. ხშირად ადამიანებს აინტერესებთ ხოლმე და პროტესტიც აქვთ ერთგვარი, რატომ უვლენს ღმერთი განსაცდელს ადამიანებს. თუმცა ამასთან დაკავშირებით თანამშრომლობას დავიწყებს, თქვენ ყოველთვის მომზადებული ხართ ხოლმე. პასუხისთვის მოდით ვნახოთ, რას ფიქრობენ ახალგაზრდები ამ თემასთან დაკავშირებით და გავაგრძელოთ თემაზე მსჯელობა. ნახოთ, რას ფიქრობენ ახალგაზრდები. ალბათ უფრო მეტად ისწავლოს ადამიანმა სირთულეების შეგუება. რომ რაღაც ვისწავლოთ, რაღაც შეცდომაზე გამოვასწოროთ. გამარჯობა, გამოკითხო გოგზა, შეიძლება გითხო? მიჩქარება. როგორც წინა მამები ამბობენ, განსაცდელი იმისთვის არის, რომ განვიცადოთ, ამ განსაცდელში დავაგროვოთ ცხოვრებისეული გამოცდილება და შემდეგ ღვთისწყალობით და ღვთისშეწევნით გავაგრძელოთ ცხოვრება ამ განსაცდელ გავლელებმა. მამა კახაბერ, აი ნახეთ, რას ფიქრობენ ადამიანები ამასთან დაკავშირებით. რატომ ჯის ხოლმე ღმერთი ადამიანებს და რატომ უვლენს განსაცდელს? აი პირდაპირ ასეთი შეკითხვით დავიწყებ. იცით რა, ჯის თუ არა, ჯერ ვისაუბროთ რა არის თვითონ განსაცდელი და მე მივხვდებით ესე იგი ეს დასჯა არის თუ პირიქით რაღაც ახალისება შეიძლება ითქვას ადამიანისა, იმიტომ რომ ღმერთი სახარების სიტყვებს ვამბობ ახლა მე, მას არ სურს არავის დასჯა, მას სურს ყველა აცხოვნოს. ასე წერია სახარებაში, ასე ამბობს იესო ქრისტე, რომ ღმერთის სურვილია ყველა აცხოვნოს. აქედან გამომდინარე, თუ კი რამ ხდება ჩვენს ცხოვრებაში, ჩვენი სრულყოფილებისთვის ხდება ეს ყველაფერი. ეხლა ადამიანმა შეიძლება არ წარმართოს თავისი ცხოვრება აქეთკენ და ამ განსაცდელებს არ უპასუხოს შესაბამისად, მაგრამ ის რაც მოევლინება ადამიანს ყველა შემთხვევაში რაღაცა მისი სრულყოფილებისკენ უნდა იყოს წარმართველი და ღმერთისგან გამოვლენილი რაღაცა ეს, რასაც ჩვენ განსაცდელს უწოდებთ და განსაცდელი ხშირად იქნება რომ მხოლოდ ჭირია. არა, როგორ გეკადრებათ, განსაცდელი შეიძლება დიდი სიხარულიც იყოს ადამიანისთვის, იმიტომ რომ დიდ გაჭირვებასაც და დიდ სიხარულსაც ადამიანი ხანდახან მიუყვანია ერთ და იგივე მდგომარეობამდე, გულის გახეთქვამდე მაგალითად, ყველა შუარის წერია, მაგრამ აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ სიხარულიც დიდი განსაცდელია და ამასაც გადატანა სჭირდება ღირსეულად და ადამიანურად. მაგრამ რატომ მაინც აი რა თქვენ დასვით ეს კითხვა რომ ჟის თუ არა, აი შეიძლება ასე ვიფიქროთ ამის შესახებ, რომ ჩვენი შვილების აღზრდაში რაღაცა მეთოდები გაგვაჩნია. მაგალითად, ეხლა თანამედროვე ახალგაზრდებს ძალიან უყვართ ტექნიკა და ესე იგი ხშირად რაღაც მიჯაჭვულობა აქვთ და შეიძლება წაართვა მას რაღაცა გარკვეული პერიოდით ის ტელეფონი იქნება თუ კომპიუტერი და მოთქვამს, ტირის, ესე იგი თავი ყველაზე უბედური გონია, მაგრამ როგორ ფიქრობთ ეხლა თქვენ ეს საჭირო არის და რატო ვაკეთებთ ამას, რომ ჩვენ გვიხარია ეხლა იმისი მოთქმა და ტირილი თუ იმიტომ ვაკეთებთ, რომ უკეთესი გახდეს და არ იყოს რაღაცაზე ესე მიჯაჭვული და არ გამოაშტეროს უკაცრავად ზედმეტმა ამ თამაშებმა და რაღაც გართობამ ტექნიკასთან. შესაბამისად, ღმერთიც სწორედ ამიტომ აძლევს ამ განსაცდელს ადამიანს, რომ ეს არის ერთგვარი გამოცდა, რომ შემდეგ ეტაპზე უნდა გადახვიდე, რაღაცა საფეხურით წინ უნდა წაინაცვლო და ეს არის ერთგვარი გამოფხიზლება, ეს გვარი შეჯანჯღარება შეიძლება ითქვას ადამიანისა, ისევე როგორც თქვა, იქ ტელეფონი ააცალე და ეუბნები რომ ეხლა წიგნის კითხვის დროა. იმიტომ რომ რაღაცა უნდა შეიმეცნო, უნდა გაიზარდო, ან გაკვეთილები გაქვს გასაკეთებელი, ან თუ სპორტზე დადის, თქვა იქ რაღაცა სპორტის დროა, რომ ფიზიკურად ამისთვის მომზადებული იყოს, სწორედ ასე ხდება. ეს შეიძლება სხვადასხვა სახით იყოს გამოვლენილი, თქვა ან წუხარების თუ სიხარულის თუ არ აქვს მნიშვნელობა ავადმყოფობის თუ რაღაცა სიკვდილიანობის, რომელსაც ჩვენ ვერსად ვერ წაუვალთ, განსაცდელია ესეც ძალიან დიდი, მაგრამ ამის შესახებაც უნდა ვთქვათ, რომ
ეს გარდაცვალება სწორად უნდა ესმოდეს ადამიანს, რას ნიშნავს და როგორ ნიშნავს. გარდაცვალება მე მესმის რომ განსაკუთრებით ახალგაზრდები, როდესაც გადიან ამ ქვეყნიდან, ძალიან მძიმე და მტკივნეული პროცესია, მათთან განშორება, რაღაცნაირად ვერ ერევა ადამიანის აი სარწმუნოება შეიძლება არ ყოფნიდეს, იქ რაღაც მონატრების გზნობები და მაგ დროს არის ტანჯავდეს. ხოლმე პროტესტი, რომ აი რატომ, რა დააშავა ამ ადამიანმა და თითქოს განაწყენება ხდება ღმერთთან. ეს რომ იყოს თქვა ერთადერთი შემთხვევა რომ მხოლოდ ეს გარდაიცვალა და სხვა არავინ არ გარდაცვლილა, მაშინ ნამდვილად უნდა გქონდეს ეს პროტესტი, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით რომ ვიბადებით, უკვე იქედანვე ვიცით რომ აუცილებლად გარდავიცვლებით. რადგანაც ამ ქვეყნად დარჩენილი ადამიანებს ჩვენ ვერ ვხედავთ. ყველა თავისი რაღაცა გარკვეული დრო აქვს. სამწუხაროდ, ჩვენ და სამწუხაროდ ვიღაცა ძალიან ახალგაზრდა ასაკში, ვიღაცა რაღაცა უბედური შემთხვევის გამო, ვიღაც რაღაც ავადმყოფობის გამო ვიღაცა მოხუცებულობის ასაკში, მაგრამ აუცილებლად გადიან ამ ქვეყნიდან. და რატომ დააწესა ღმერთმა ხშირად კითხულობენ, აი ესეთი განსაცდელი, ესეთი სახით, რომ აი ჩვენ თქვათ უნდა გარდავიცვალოთ ყოველ მიზეზ გარეშე. მე გეტყვით, რომ ეს გარდაცვალება რომ არ არსებობდეს და წარმოიდგინეთ, ცოდვით დაცემის შემდგომ ადამიანი რომ ცხოვრობდეს სამარაჯამოდ. ესე იგი უნდა ცხოვრობდეს ამ ავადმყოფობაში, ამ განსაცდელში, ამ ტკივილში, ამ რაღაცა გაუგებრობაში და არასდროს არ უნდა დამთავრდეს ეს. სწორედ ეს არის რომ ღმერთმა ცოდვის დაცემის შემდგომ, რადგანაც ეს ქვეყანა აირია და ამ საღვთო კანონებით აღარ იმართება, იმიტომ რომ ამ ცოდვის დაცემას მოყვა ის რომ თქვათ სარეველა ბალახი რომ არ არსებობდა, სარეველა მოვიდა და მტაცებელი ცხოველი რომ არ არსებობდა, ეხლა მან ადამიანს ესე იგი ჭამა დაუწყო პირდაპირ მნიშვნელობით. ამ შესაბამისობიდან გამომდინარე, ამ ტკივილში ადამიანი რომ აღარ დარჩენილიყო, მისთვის არსებობს ეს გარდაცვალება. ის კვდება ყველაფერი და უპირველეს ყოვლისა კვდება რისთვის, იცით რომ ადამიანმა რამდენი ხანიც არ უნდა იცოცხლოს, 1000 წელი იცოცხლებს თუ 100 წელი მნიშვნელობა არ აქვს. ყოველთვის ცოდავს და კვდება ამ ცოდვისათვის. ანუ მკვდარი ადამიანი ვეღარ შესწოდავს. შესაბამისად გარდაცვალება ხდება სულისა და ხორცის განშორება არის ესა და აი ამ განსაცდელში მყოფ ადამიანებს ეს ყველაზე უფრო მტკივნეული ამბავია. მყოფ ადამიანებს ნამდვილად სჭირდებათ ნუგვეში, ნამდვილად სჭირდებათ რომ რაღაცნაირად სარწმუნოებრივად გაიზარდონ, რომ დაიტიონ ეს დიდი განსაცდელი თავიანთ თავში და თქვან რომ აუცილებლად დადგებათ რომ ჩვენ შევხვდებით. და ამისთვის უნდა მოემზადო, ამისთვის უნდა, ესე იგი, მისთვისაც ილოცო შენი გარდაცვლილისთვის და საკუთარი სულისთვისაც, რომ ღმერთმა ცხოვნებაში, ანუ ცათა სასუფეველში შეგახვედროთ ერთმანეთს. აი, ესეთი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება, ზოგადად განსაცდელ ჩვენ ახლა ერთი კონკრეტული რაღაცა გარდაცვალების განსაცდელზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ესეთი უნდა იყოს დამოკიდებულება ჩვენი ამ განსაცდელთან. თქვენ საუბრობდით, ახლა გისმენდით ბოდიში რომ შეგაწყვეტიეთ, მაგრამ აი არ შემიძლია რომ არ შეგეკითხოთ. პირად განსაცდელზე ვსაუბრობ, თქვა ჯერ სანამ გადავალ ისე განზოგადებულ განსაცდელებზე, თქვა რაც შეეხება ომებს, მიწისძვრებს და ასე შემდეგ ბუნებრივ კატაკლიზმებს. აი პირად განსაცდელთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. აი ხშირად არის რომ ადამიანი ძალიან კარგად ცხოვრობს, ძალიან მორწმუნეა, ძალიან კეთილია და აი ესეთი კანონზომიერება ირღვევა ხოლმე, რომ თითქოს აი არ უნდა ხდებოდეს ესეთი რაღაც და არ უნდა იყოს ღმერთი ასეთი გამეტებელი ბრჭყალებში რო თქვა ადამიანების მიმართ, რომ აი შვილს ართმევს პატარა მცირეწლოვანს. აი რატომ ხდება? აი მაინც ვერ ხოლმე და სულ რაღაცნაირად ჩინაგადად მაინც მიჩნდება პროტესტი. იცით რა, ჩვენ ყველაფერზე პასუხი არ გვაქვს. რატომ ხდება ესა თუ ის მოვლენა, რაღაცის ახსნა შესაძლებელი არის ხოლმე, რაღაცის ახსნა არ არის შესაძლებელი. ხა იმას რა ახსნა სჭირდება, რომ თქვათ ადამიანმა, რომელმაც დაიზიანა თავისი სხეული, რაღაცა ნარკოტიკული საშუალებებით თუ თრობის სხვადასხვა საშუალებებს მიმართავდა და მერე შვილი შეეძინა, რომელიც დაავადებული გაჩნდა, ამას არ სჭირდება ახლა დიდი ლოგიკური აზროვნება, რომ მიხვდე ადამიანმა, რომ რატო დაიბადა ასეთი ბავშვი. დაიბადა იმიტომ რომ მშობელმა ასეთი რამ, ესე იგი წინასწარ დაუშავა, შეიძლება ითქვას, საკუთარ თავს და მერე აი ამ მის შთამომავლობას. მაგრამ როდესაც ეს ხდება რაღაცა გარკვეული მიზეზები ამისა არ ჩანს, ჩვენ არ გვაქვს ამაზე პასუხი, რომ საღვთო განგებულება რა იყო ამ დროს. თუმცა კი ერთი რამ ვიცით, რომ ცოდვის დაცემის შემდგომ ეს რადგანაც ჩვენ ესეთი კითხვა-პასუხის რეჟიმში, როგორც ადამიანს შეეძლო რაღაცა თქვა, ესე არ შეგვიძლია, კვლავ წმინდა წერილს უნდა მივმართოთ, სანუგეშოთ და უნდა ვნახოთ იქ რა თქვა, როგორ ხდებოდა, რანაირად ხდებოდა მსგავს შემთხვევებში.
როგორ იტანდნენ ამას წმინდანები ან წმინდანთა ცხოვრებაში უნდა წავიკითხოთ, რომ აქედან მივიღოთ ნუგეში და ამისი გამოძიება შეიძლება რაღაცა კარგად არ დამთავრდეს, იმიტომ რომ აი ესე გამოძიებით ადამიანმა რაღაცა თავისი ლოგიკური გამოძიებით შეიძლება საერთოდ ღმერთის უარყოფამდეც კი მივიდეს და რაღაც უბედურება დაემართოს სულიერი თვალსაზრისით. აქედან გამომდინარე არ ვურჩევდი მე ადამიანებს რომ განსაცდელის დროს ძიება დაიწყონ, თქვათ რატომ მოვიდა მათზე ეს განსაცდელი, მე ვურჩევ მათ რომ მიუხედავად განსაცდელის სიმძიმისა, ისინი უნდა დარჩნენ ადამიანებად. აი ამიტომაც არის მოსული ეს განსაცდელი თითოეულ ჩვენგანზე, რომელიც ეშვება, რომ მიუხედავად სიმძიმისა, შენ უნდა დარჩი ადამიანად, შეინარჩუნო ადამიანური სახე, შეინარჩუნო სარწმუნოება და შეინარჩუნო ღმერთთან კავშირი, რომ ამ კავშირის გარეშე არ სული ადამიანმა. შესაბამისად, ჯერ ვერც განვაზოგადებთ ამას ყველაზე რომ ამიტომ მოხდა თუ იმიტომ მოხდა, იმიტომ რომ ყველა რაღაცა კონკრეტული შემთხვევა შეიძლება ცალკე საღვთო განგებულებას ექვემდებარებოდეს და შესაბამისად ჩვენ ამაზე პასუხს ვერ გავცემთ თუ რატომ. აი ხშირ შემთხვევაში რომ ამბობენ ხოლმე რომ თქვათ რაღაცა განსაცდელი ცოდვების ერთგვარი გამოსყიდვაა. ანუ სხვებს მოითხოვს ამ კუთხით ჩვენგან ღმერთი განსაცდელის სახით? სხვებს არა, გაზრდას მოითხოვს ჩვენგან ღმერთი და შესაბამისად ამ ზრდაში ნიშნავს იმას რომ რაღაცა ცოდვებს ტოვებ. სხვანაირად ზრდა არ ხდება. გამომდინარე იქედან რომ თუ რაღაცა მავნე და მანკიერი ჩვევა მქონდა და აი მაგალითად რამდენი მწეველი მინახავს მე მათ შორის აი ჩემს სამეგობროში რომ რაღაცა დიაგნოზი უთხრეს ცუდი და სიგარეტს თავი დაანება. ხო და ამ განსაცდელს კარგად არიან, ჯანმრთელად არიან და ამ განსაცდელმა ესე იგი ხომ გაზარდა, რაღაცა ცოდვა დაატოვებინა. ესე იგი ეს იმას ნიშნავს რომ გარდა იმისა რომ ცოდვა მიატოვა, ეს მავნე ჩვევა მოიშორა, განსაცდელმაც გადაიარა, ჯანმრთელად გრძნობს ახლა თავს და მაშინ ამ შეშინებულზე თქვათ ექიმმა რო უთხრა რომ თქვათ ასეთი მდგომარეობა გაქვს, მან მიატოვა თქვათ სიგარეტის მოწევა, მიატოვა რაღაცა სასმელი, რომელსაც გამუდმებულად და უზომოდ იყენებდა და ასე შემდგომ და ასე შემდგომ. ასე რომ განსაცდელი რაღაცით ზრდის ადამიანს. შესაბამისად რაღაცა ცოდვას ტოვებს და ეს ზრდადობაც აქედან გამომდინარეა. ახლა თუ ეს ადამიანი პირიქით სასოწარკვეთილებაში ჩავარდებოდა და ერთის ნაცვლად 10 მოწევდა და უფრო უბედურებაში აღმოჩნდებოდა, ჯანმრთელობასაც დაიზიანებდა, შეიძლება ცოცხალიც აღარ ყოფილიყო და რაღაცა კიდე სხვა უბედურება, სხვებიც გაეუბედურებინა ამ ყოველივეთი და შესაბამისად განსაცდელში, რასაც ვამბობთ, როდესაც ვრჩებით ადამიანებად, როდესაც ვართ ღმერთის სასოების იმედად, ყოველთვის უკეთესობისკენ მიდის ეს საქმე. მამა კახბერაი ზოგად განსაცდელებსაც რო შევეხოთ, თქვათ, რატომ ულენს ხოლმე ერებს ღმერთი, თქვათ, ომებს, ბუნებრივ კატაკლიზმებს მიწისძვრებს, რაც აი ესეთი ზოგადი ტრაგედიების გამოწვევია ხოლმე. მით უმეტეს ვხედავთ ახლა ჩვენ ომიანობაა ჩვენს ირგვლივ და რატომ არ სრულდება ეს და რატომ იღუპება ამდენი უდანაშაულო ადამიანი? უნდა მოგახსენოთ ამის შესახებ, აი როგორ არის ბიბლიაში ამ ყველაფერთან მიმართებაში ღმერთი როგორ საუბრობს. აი ა ブラ ამი გამოყავს იმ ქვეყნიდან, სადაც ცხოვრობდა მამისეული სახლიდან, შეიძლება ასე ითქვას და მიდიან იმ ქვეყანაში, რომელსაც საერთოდ არ იცნობს, ღმერთს ემორჩილება და აძლევს ეუბნება, აქ ხალხი ცხოვრობს თან ამ ქვეყანაში არ დაგავეცდეთ და ეუბნება რომ ეს ქვეყანა შენია. შენ და შენმა შთამომავლობამ უნდა დაემკვიდროთ ის. ეხლა ხო უნდა გაჩნდეს ლოგიკური კითხვა, რანაირად? აქ ხალხი ცხოვრობს, ადამიანები არიან და ა ブラ ამი კი ვერ დაემკვიდრებს მართლა. მისი შთამომავლობა დაახლოებით 400 თუ 500 წლის შემდგომ აღარ მახსოვს ზუსტად, შეიძლება ზუსტ ციფრს ვერ ვამბობდე, მაგრამ 400-ზე ნაკლები რომ არ არის, ვიცი, 400 წლის შემდგომ შემოდიან მოსეს, როდესაც გამოყავს ეგვიპტის ტყვეობიდან ებრაელები და მერე იმკვიდრებენ ამ ესე იგი ამ ადგილს. იმკვიდრებენ ხშირად ომებით. ხშირად ისე რომ აი პირდაპირ ამოწყვეტენ იქ ხალხს, ვინც ცხოვრობს. და როგორ ხდება ახლა ეს ამბავი? ღმერთი აძლევს ყველას შანსს, აბსოლუტურად ყველა ადამიანს აძლევს შანსს. მათ შორის აძლევს რაღაცა ერებს, რაღაცა შანსს, რომ უნდა განვითარდნენ და სულიერად წინ უნდა წავიდნენ, მაგრამ როდესაც ხდება ღმერთი რომ აქ უკვე შანსი აღარ არსებობს და ამას ვინ შეიძლება მიხვდეს უკეთესად თუ არა ღმერთი, ისევე როგორც სოდომსა და გომორში მოხდა, ანუ ღმერთმა მიხვდა რომ მათ ამოწურეს თავიანთი თავი და შეუძლებელი იყო იქენა რაიმე კეთილის აღმოცენება, ამ შემთხვევაში გოგირდის წვიმა აწვიმა. ამიტომ ჩვენ არ გვეგონოს ეხლა რომ ადამიანებს აქვთ ამისი უფლება რომ
მათ განსაზღვრონ ეს ახლა ვინ უნდა იცოცხლოს და ვინ არ უნდა იცოცხლოს. ადამიანს არ აქვს ამისი უფლება. საღვთო განგებულება არის ეს და საღვთო განგებულება მიუხედავად იმისა, რომ ა ブラ ამი ჩამოვიდა და ქვეყანა ნახა, რამდენიმე საუკუნის შემდგომ მკვიდრებს იმ ქვეყანას მისი შთამომავლობა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საზოგადოებას ჰქონდა საშუალება რომ გამოსწორებულიყო. გახსოვთ ნოეს დღეები. ნოე კიდობანს აშენებდა რამდენი ცით 120 წლის განმავლობაში. 120 წელიწადში რამდენი თაობა შეიცვალა, როგორ ფიქრობთ? 20 წელიწადში ერთხელ რომი ანგარიშოთ 6 თაობა შეიცვალა და ნოეს დაცინვის მეც არაფერს არ აკეთებდა მთელი 6 თაობა. ეუბნებოდნენ რომ აშენებ გემს, ახლა წარმოიდგინეთ რაღაცა კახეთში რომ დიდი გემი ააშენო, ზღვარო არა გაქვს. აი ესეთ ადგილას ხო ცოტა ის იქნება მართლა გაუგებარი და ნოე ამბობს რომ იქნება წარღვნა ჩვენი ცოდვების გარყვნილების გამო, იქნება წარღვნა ვინც შემოვა ამ კიდობანში გადარჩება. მთელი ეს თაობა დაცინვის მეც არაფერს არ. 120 წელი რატო 120 დღეში შეიძლებოდა იმ კიდობნის დამთავრება ყოველგვარი გასაჭირის გარეშე, რადგანაც ღმერთი ეხმარებოდა ნოეს ამას ყოველებაში. თქვენ ხო არ გონიათ რომ ის ცხოველები რომლებიც იქ შეიყვანა ნოემ ასე წერია პირდაპირ რომ შეიყვანა თქვათ 2 წყვილი უწმინდური ცხოველთაგან და 7 წყვილი წმინდა ცხოველთაგან დადიოდა ნოე ახლა ტყეებში და ცხოველებს ეძებდა. არა, საღვთო ბრძანებულება გაიცა და ყველა ცხოველი მოვიდა და კიდობანში შევიდა მისთვის განკუთვნილ ადგილას. და როგორ ფიქრობთ ახლა კიდობანი ესე ვერ აშენდებოდა, ერთი ღმერთსომ სიტყვა ეთქვა, ბუნებრივი კიდობანი აშენდებოდა ისეთი რაღაცა რომ ვერანაირი წყალი მას ვერ შეეხებოდა. 120 წლის განმავლობაში ყოველ დღე ნოე აკაკუნებს ისევე როგორც ზარები რეკავენ ჩვენი ტაძრის ზარები და მოგვიხმობენ ტაძრისკენ საღვთო ლიტურგიისკენ მოგვიხმობენ სამადლობელი მსხვერპლის შესაწირად მოგვიხმობენ რომ მადლიერები ვიყოთ და მადლიერებით მადლიერებას აქვს რომ ადამიანის გამართლება მეტი არაფერი რომ აი გამართლდეს შეიძლება ადამიანი ამ მადლიერებით ამის ნაცვლად შეიძლება ვიღაცამ გვერდი შეიბრუნოს და ძილი გააგრძელოს ვიღაცამ ეხა მაგისთვის არ მცალია ვიღაცამ რომ დავბერდები მერე და დაბერდება თუ არა ამის გარანტია თან საიდან აქვს არ ვიცი ასე შემდგომ ანუ არის ერები რომლებიც არ იღებენ ყურად ღმერთის სიტყვას და შესაბამისად ესეთი განსაცდელი მოდის თუმცა კი თუ გადავხედოთ ახლა ჩვენს ისტორიას, ჩვენი საქართველოს ისტორიაშიც ასე ყოფილა. რაღაცა აი სულიერი პროპორციის დარღვევად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ღმერთს დაშორდებოდნენ ადამიანები და რაღაცა ხდებოდა თითქოს მათ გამოსაფხიზებლად ის რომ შემოდიოდა და რამდენ საუკუნოვანი ტყვეობა გაუვლია საქართველოს თუ მუსულმანური სამყაროს ხელქვეშ და თუ თქვათ მე იგივე ქრისტიანული სამყაროს ხელქვეშ, ამას უკვე ისტორიულ შეფასებებს ახლა არ დავიწყებთ, მაგრამ სულიერი თვალსაზრისით ნამდვილად უნდა მოხდეს ამისი შეფასება, როდესაც გვაინტერესებს ჩვენ განსაცდელის წარმომავლობა და მიზეზი. ამიტომაც არსებობს ერთხელ უწმინდესმა თქვა და მგონი მოვყევი კიდეც თქვენს გადაცემაში, რომ არსებობს ღვთისმეტყველების ისტორია რომ ღვთისმეტყველებას თავისი ისტორია გააჩნია მამები რომლებიც ამ შრომებს წერდნენ და აი ამ ისტორიის შესწავლა რა თქმა უნდა თავისუფლად შესაძლებელია მაგრამ არსებობს ისტორიის ღვთისმეტყველება ანუ ისტორიული მოვლენა როგორ უნდა შეფასდეს საღვთისმეტყველო კუთხით რომ ჩვენ გამოვიტანოთ დასკვნა რა სჯობდა როგორ სჯობდა როგორი მოქმედება უნდა განგვეხორციელებინა შეცდომა იქნა თუ არა დაშვებული იმიტომ რომ მომავლისთვის ეს გავითვალისწინოთ ასე რომ ისტორიის ღვთისმეტყველების თუკი ჩვენ ბიბლიურ ისტორიებს მოვყვებით უკვე გითხარით რომ არიღებდნენ ყურად საღვთო სიტყვას და შესაბამისად მათზე რაღაცა მიუხედავად იმისა რომ საუკუნეები შეიძლება გასულიყო და ღმერთი ითმენდა ამ ყოველივეს იმიტომ რომ შანსი ქონოდათ ამ ადამიანებს და როდესაც ხედავდა რომ ერთი ადამიანიც აღარ დარჩა იქ რომელიც ამ შანსს გამოიყენებს უკვე ამ ერის გაქრობის საკითხი იდგა სწორედ ასე გახლავთ ჩვენს სინამდვილეშიც, ჩვენს ისტორიულ სინამდვილეშიც ასეთი გახლავთ, რომ როგორც კი ღმერთთან დაშორება ხდებოდა, იწყებოდა საქართველოს ესეთი ჩაგვრა, მაგრამ არა საბოლოო ჩაგვრა, იმიტომ რომ გადავშენებულიყავით, რადგანაც მაინც სწორი სარწმუნოების თუნდაც რამდენიმე ადამიანი რჩებოდა, რომლებიც ამას სწორად იცავდნენ და კვლავ საქართველო აღდგებოდა თითქოს უკვე რომ აღარ უნდა ეარსება, კვლავ ფეხზე წამოდგებოდა და კვლავ არსებობას განაგრძობდა. აი თქვენ ახსენეთ საქართველოს მაგალითიც და მართლაც აი რო გადახედო ისტორიას და ბევრი ერის ისტორიას, ისეთი სახელმწიფოები გაქრნენ და განადგურდნენ და საქართველო მაინც არსებობს ყველაფრის მიუხედავად. აი რა არის
არის ის მთავარი, რაც განსაცდელში გადაგვარჩენს ხოლმე და რამ გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა ამ განსაცდელისგან? ალბათ იმან, რომ ამ განსაცდელის ჟამს ისინი ზუსტად ხვდებოდნენ, რომ დარღვეული კავშირის გამო არის ეს და რაღაცნაირად ამ კავშირის გასწორებას იწყებდნენ ღმერთთან მიმართებაში. აი გავიხსენოთ თუნდაც დავით აღმაშენებლის ისტორია, ხომ? აი საოცარი მოღვაწეობის პერიოდია, რომ ადამიანმა ქვეყანა ჩაიბარა, მეფე რომ გახდა, მხოლოდ სურამის ტყეში შეეძლო ევლო. მეტი თბილისზე საერთოდ საუბარი არ იყო, რომ დედაქალაქში შემოსულიყო. დასავლეთ საქართველოში ვერ გადადიოდა, აღმოსავლეთ საქართველოში ვერ გადადიოდა, ხალხი მთებში იყო გახიზნული ძირითადად, მოსახლეობა აღარ ცხოვრობდა და ნულიდან იწყებს ეს ადამიანი ფაქტიურად, ნულიდან რომ დაეწყო კიდე რა უჭირს რაღაცა უფრო ქვემოდან და იწყებს რითი? პირველ რიგში რას აკეთებს? ვინ არიან მისი მრჩევლები? ვინ არიან მისი 4 მოძღვარი? სულიერ მოძღვარს არ გულისხმობ 4 მოძღვარია, რომელიც ფაქტიურად სახელმწიფო საქმეებს წყვეტენ. უпростоრად დავითი წყვეტს, მაგრამ ამად გარეშე არ წყვეტ. ამათთან შეთანხმების გარეშე არ აკეთებს ამას, იმიტომ რომ უნდა რომ ყველაფერი ღვთის ნებასთან იყოს შეთანხმებული. აი არაერთ გზის ვისაუბრებთ, რომ რამდენად მნიშვნელოვანია წმინდა წერილის კითხვა. დავითის ცხოვრებაში აბა გაიხსენონ როგორი მაგალითებია, რომ ესე იგი რამდენჯერაც ქონდა წაკითხული, ბოლოში იმდენ ხაზს ჩამოусმავდა და მარტო საქმე მოციქულთაზეო 24 ჯერ იყო ჩამოსმული ხაზი წლის განმავლობაშიო. ესე იგი, რამდენჯერ ქონდა წაკითხული რა, პირველ წაკითხვაზე შინაარსი ვერ გაიგო და ვერ გამა. არა, სულ ეძებდა, სულ მაძიებელი იყო, ღვთისნების მაძიებელი იყო ეს ადამიანი და ამიტომაც დაუდგა მას ის შედეგი, რომელიც შედეგიც დააყენა. ოქროს ხანის საქართველო დავითის შედეგია, მე კი თამარის დროს ეძახიან ამას, მაგრამ დავითმა მოამზადა ეს ყველაფერი, სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა. ამიტომაც ეს განსაცდელი, რომელიც მოდის, არაერთხელ ვახსენე, რომ თუ კი ვრჩებით ადამიანებად და ვიწყებთ, რომ კვლავ აღვადგინოთ რაღაცა გაწყვეტილი ხაზი, რაღაცა ჩვენს თითქოს გამოსაფხიზლებლად, შესაჯანჯღარებლად მოხდა თითქოს რაღაცა განსაცდელი, როდესაც იწყებს ადამიანი ამის ძიებას, იწყებს ღვთისნების გამოძიებას, რომ რა სურს ჩემგან ღმერთს, როგორი ადამიანი უნდა ვიყო ამის გამოძიებას, როგორც კი იწყებს, აუცილებლად დაუდგება ესეთი შედეგი, როგორც დავითს დაუდგა. და ამ დროს ღმერთიც გვეხმარება ალბათ. ამ დროს ღმერთი გეხმარება ყოველ მიზეზს გარეშე, იმიტომ რომ აქ რომ არ ყოფილიყო საღვთო დახმარება, სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენიათ სურამის ტყეში გავარდნილ მეფეს, როგორ უნდა გაერთიანებინა და იმხელა საქართველოს შეექმნა, რომ მაგხელა არასდროს აღარ ყოფილა მერე და თამარის შემდგომ ნელ-ნელა ჩამოგშორდნენ და ყველაფერი და იგივე თამარ მეფესთან მიმართებაში ნახეთ, როგორი აი მისი სულიერება, ეკლესიასთან დამოკიდებულება, რაღაცა როგორი სარწმუნოებრივი საკითხებთან დამოკიდებულება როგორია. იგივე ვახტანგ გორგასალი, აღარ ვლაპარაკობ მოწამე მეფეებზე ახლა, რომლებიც ქრისტესთვის მოწამეებად შეირაცხნენ. ამიტომაც ეს ყველაფერი იწყება რა თქმა უნდა ღმერთთან ურთიერთობით და როგორც კი მოდის განსაცდელი, ალბათ პირველი ნიშანი, რაც ადამიანმა საკუთარ თავს უნდა უთხრას, რომ რაღაცას ვერ აკეთებს კარგად. ამიტომ რა გამოვასწორო და აი ამ შესახებ უნდა დაიწყოს მან ძიება. სასურველია რომ ეს პასუხები მან კვლავ წმინდა წერილში ეძიოს. მამა კახაბერ, აი ბოლოს სანამ ჩვენ ათეისტის შეკითხვას ვნახავთ, აი ესეთი რამი და გკითხოთ. ჩვენ ნაწინასწარმეტყველებია, რომ ვიცით ხო, რომ ნაწინასწარმეტყველებია მეორედ მოსulis დროს დიდი ტანჯვა იქნება ქრისტიანებისთვის და შემდეგ მოვიპოვებთ, თქვათ, მოიპოვებენ მართალი ადამიანების სასუფეველს. რჩეულთათვის შემოკლდება ეს დღეებიო, იმიტომ რომ ძალიან ძიმე დღეები იქნება. და აი ტანჯვა არის ერთადერთი გზა სასუფეველის მოპოვებისა? იცით რა, რაღაცა გარკვეული სახით შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილად ასე არის, იმიტომ რომ ხშირად, როდესაც საუბარი მიმდინარეობს, აი მაგალითისთვის შემიძლია გავიხსენო სახარებისეული იგავი მდიდარი კაცისა და ლაზარეს შესახებ. რომ როგორ ფიქრობთ, მდიდარი იმიტომ წარწყმდა, რომ მდიდარი იყო და ეს ღარიბი ლაზარე იმიტომ გადარჩა, რომ ღარიბი იყო და იტანჯებოდა? საერთოდ არანაირი კავშირი ამას არ აქვს, არც გადარჩენასთან და არც წარწყმედასთან. სინამდვილეში ამ მდიდარი კაცრის შესახებ არ წერია, რომ მან ეს სიმდიდრე უკანონოდ მოიპოვა. და თუ მემკვიდრეობით ერგო, რატომ შეიძლება ამის გამო დაისაჯოს? ან სიმდიდრის გამო რომ ადამიანი ისჯებოდეს, მაშინ აბრაამიც უნდა დასჯილიყო, იმიტომ რომ ძალიან მდიდარი იყო და ისააკიც და იაკობიც მინდა გითხრათ ძალიან გამდიდრდა, მაგრამ ისინი მამამთავრები არიან და წმინდანები არიან. სიმდიდრის გამო არ ისჯება.
არც ლაზარე არ ცხონდა იმის გამო რომ ის თქვა ღარიბი იყო და გაჭირვებული იყო და იტანჯებოდა. ის დაისაჯა იმის გამო რომ მან აბრაამი პირდაპირ ცემს ამ პასუხს ამ იგავში თუ გვაქვს დრო შეგახსენებთ რომ დიდარი ჯოჯოხეთში აღმოჩნდება გარდაცვალების შემდგომ და ლაზარე აბრაამის წიაღში და ის რომ იტანჯება ეს დიდარი პასუხს გასცემს აბრაამი და ეუბნება რომ შენ ყველა სიკეთე მიიღე იმ ქვეყნათო და ახლა აქ იტანჯები. ეს იცით რას ნიშნავს რომ ამ ადამიანმა ყველაფერზე აქ მიიღო პასუხი. ანუ მე თუ მინდა რომ ისე მე თუ დაგიმეგობრდი შენც აუცილებლად ჩემი მეგობარი უნდა იყო. მე თუ ფული გასესხი აუცილებლად უნდა დამებრუნო. მე თუ ესე იგი რაღაცა გაგიკეთე აუცილებლად დიდი მადლობები უნდა გადამიხადო და ამ ქვეყნად ყველაფერზე პასუხი მან მიიღო და ამ სიკეთებით სარგებლობდა ითხოვდა ამას ყოველივეს როგორც ჩანს აბრაამის პასუხიდან გამომდინარე ასე ჩანს რომ ამ ყველაფერს ის ითხოვდა რამეს თუ კი აკეთებდა ამას აუცილებლად უკან ითხოვდა და ყველაფერი მიიღო რასაც ითხოვდა და ლაზარე რომელიც იქვე იყო ის არ ითხოვდა ამ ყოველივეს არასდროს არ განუკითხავს მას ეს მდიდარი არასდროს არ უთქვამს რომ რატომ გვდივარ ახლა მე ასე აქ გაჭირვებული და რატომ არის ის მდიდარი მას ჰქონდა ეს მდგომარეობა რომ მადლობას უხდიდა ღმერთს იმისთვის რაც ჰქონდა თუნდაც ის ნასუფრალი რომელსაც მდიდარს გადმოუყრიდნენ და ხშირად ვერ ახერხებდა მის აღებას იმიტომ რომ ძაღლები უჭამდნენ ქუჩის ძაღლებიო ამ ყოველივეს ამიტომაც ადამიანის დამოკიდებულება სწორედ ეს უნდა იყოს რომ გარკვეული ტანჯვა არის ოდესაც შენ უპასუხოდ რჩები აი მაგალითად სიკეთეს რო გააკეთებ და არ გიპასუხებენ სიკეთით რა თქმა უნდა ეს გარკვეულ ტანჯვას მაგრამ ამისი მოთმინება გახლავთ სწორედ ამ ტანჯვის დათმენა გახლავთ ამ სასופევლის ესე იგი რაღაცა ერთგვარი პირობა შეიძლება ითქვას არანაირი პირობა არ არსებობს რომ ადამიანი აუცილებლად ეს ღმერთის მოწყალება ღმერთმა უნდა გაიღოს ეს მოწყალება ყველა შემთხვევაში მაგრამ გაიღებს მაშინ როდესაც ხედავს რომ შენ ამას ითმენდი და ამ ქვეყნად არ ითხოვდი ყოველივე ამას უკან და სიკეთეს რო გააკეთებ და სანაცვლოდ რაღაცას ელოდები ეს უფრო აი სანაცვლოდ რომ რაღაცას გავს ვიდრე აღარ არის ეს სიკეთე იმიტომ რომ შენ აქვე რო ელოდები ამაზე ყველაფერზე პასუხის მიღებას ასეთ ის მდიდარი იყო და კი ვნახეთ სადაც აღმოჩნდა არანაირად არ უნდა რომ დატანჯულიყო ხა გაგიკეთე მადლობას არ მეუბნები რას ქვია არ მეუბნები გაგაგდებ იმიტომ რომ აღარ ახარ ესე იგი ჩემი მეგობარი თუ რაღაც ახლობელი და ვეღარ შეჭამ ჩემი სუფრიდან და აღარ გექნება ჩემი მხრიდან ესე იგი ქველმოქმედება და ასე შემდგომ და აი ამ ქვეყნად არ მიღებული სიკეთეები არის ის რომ რაღაცას აკეთებს ადამიანი და არ ითხოვს ამაზე უკან პასუხს და ლაზარესაც არ აქვს პრეტენზია რატომ არის ის კაცი მდიდარი და რატომ არის თვითონ ღარიბი და უბედური არ აქვს ამისი პრეტენზია ამბობს მადლობას რომ ვარ ცოცხალი ღმერთმა მომიყვანა ესე იგი და ეს არ წერია სახარებაში მაგრამ გარდამოცემით ესე ჩანს ყოველ შემთხვევაში და მამების განმარტებით ყოველივე ესე ჩანს ამიტომ არც სიმდიდრე არც სიღარიბე არ არის ცხონების ან წარწმედის საბაბი ცხონების და წარწმედის საბაბი არის რჩები თუ არა ადამიანად იმ მდგომარეობაში რა მდგომარეობაც მოგეცა მდიდარი ხარ ადამიანი უნდა იყო ღარიბი ხარ ადამიანი უნდა იყო აი მძიმე განსაცდელში შეერთხო ადამიანს ადამიანად უნდა დარჩეს სიხარული აქვს დიდი ადამიანად უნდა დარჩეს იმიტომ რომ ამ სიხარულის გამო არ გაყოყოჩდეს და ვიღაცას ესე იგი ზემოდან არ დაუწყოს ყურება შეიძლება ითქვას რომ ჩვენი ცხოვრება აქ ამ დედამიწაზე არის გამოცდა დავჭებით თუ არა ადამიანებად განსაცდელი ჩათვალეთ რომ გამოცდა სხვანაირად ადამიანი ვერ გაიზრდება ეს გამოცდა უნივერსიტეტში მაგალითად როდესაც აბარებ თუ კურსიდან კურსზე გადადიხარ გამოცდებს რატომ გიტარებენ იმიტომ რომ თქვენი ტანჯვა სიამოვნებთ იქ რომ უნდა ღამეები ათენოთ წიგნებთ ან არა ზოგჯერ ასეც მიფიქრია არა არავის არ სიამოვნებს ეს გამოცდა ტარდება იმისთვის რომ ესე იგი ადამიანი როგორ ვთქვა აი გაიზარდოს რომ ნამდვილად პირველ კურსიდან მეორე კურსზე ხარ გადა თუ არა ისე პირველ კურსზე უნდა გააგრძელოს სწავლა რომ მიხვიდე გაიზარდოს ამას გულისხმობს სწორედ რომ განისწავლოს რომ მიხვიდე იქამდე რომ მეორე კურსის სტუდენტი გახდე ასე რომ ეს არის გამოცდა ისიც გამოცდა იყო სხვათა შორის ადამის და ევას თუნება მეტი კი არაფერი არ იყო ესეც გამოცდა იყო რომ ისინი უნდა გაზრდილიყვნენ რომ მიჩვეული იმას რომ მე ღმერთთან მაქვს ახლა პირდაპირ ურთიერთობა და ღმერთს ველაპარაკები აი ახლა ამაზე მიჩვეულმა შენ აბა გამოსცადე ახლა შენი თავი როგორი ხარ და რას მოიმოქმედებ მაშინ როდესაც გადაწყვეტილება შენ უნდა მიიღო რაღაცა თემასთან დაკავშირებით რომ დაელაპარაკები თუ არ დაელაპარაკები გველს
აი ესეთია მოკლედ განსაცდელის შეიძლება ითქვას ფორმულირება, რომ განსაცდელი გამოცდაა, რომელსაც ადამიანმა უნდა გაუძლოს და დარჩეს ადამიანად. მოდით ვნახოთ ათეისტის შეკითხვა და შემდეგ დავუბრუნდეთ. და აი ვნახეთ ჩვენ ათეისტის შეკითხვა, რომელიც ასე ჟღერს: სად არის თქვენი კეთილი ღმერთი, როცა ირგვლივ ამდენი ბოროტება და სიკვდილია? გარკვეულწილად ჩვენ ამის შესახებ ვისაუბრეთ, მაგრამ კვლავ დაუბრუნდები ამ თემას, რადგანაც მართლა ხშირად ისმის ესეთი შეკითხვა. სამყაროს დაცემის შემდგომ, ადამიანსა და ევას ცოდვით დაცემის შემდგომ სამყარო შეიცვალა მთლიანად. შესაბამისად, ხშირად სამყაროს უსამართლობა განაგებს. ხშირად ეს ქვეყანა ბოროტებაზე ძევს, ასე წერია წმინდა წერილში, იესო ქრისტე ასე ბრძანებს, რომ ეს ქვეყანა ბოროტებაზე დევს. ამიტომაც, რადგანაც ბოროტებაზე დევს, ბოროტება იმას არ ნიშნავს, რომ გამარჯვებულია. უბრალოდ რაღაც აი ამ ჩვენი გამოცდის, აი ამ განსაცდელის პერიოდში შეიძლება ხდებოდეს ბევრი ჩვენი ერთი შეხედვით უსამართლობა, უკანონობა, ჩაგვრა, სიკვდილიანობა, მათ შორის აი ომების დროს, როდესაც იბომბება ქალაქები და იქ განურჩევლად დამნაშავეა თუ მართალია, პატარა ბავშვია თუ მოხუცი, არავის არ ინდობენ. ამ ყოველივეს ნახვა ბუნებრივია, ძალიან ძნელია, მაგრამ ამაში ღმერთის დადანაშაულება არ შეიძლება, რადგანაც ამას ყოველივეს აკეთებს ადამიანი ხშირად ბოროტების კარნახით. ბოროტი წარმართავს ესეთ საქმეებს და ადამიანები, რომლებიც გადადიან მის მორჩილებაში, აღასრულებენ აი ამ არაღვთისნებას, არამედ აღასრულებენ აი ამ ეშმაკისნებას. შესაბამისად, ცოდვით დაცემის შემდგომ აღესრულება ესეთი ამბები და ცოდვის დაცემის შემდგომ შედეგად მივიღეთ ის, რა არჩევანიც გავაკეთეთ მაშინ, რა არჩევანიც გააკეთა ჩვენმა წინაპრებმა, იმ შედეგს ვიმკით ახლა ჩვენ და შეიძლება ეს იყოს პასუხი ამ კითხვაზე. ძალიან დიდი მადლობა მამა კახაბე. ფიქრობ საინტერესო გადაცემა გამოგვივიდა. ასეთი იყო ჩვენი დღევანდელი გადაცემა. მე მომავალ ოთხშაბათამდე გემშვიდობებით. მადლობა.